როგორ ხართ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას, მოგილოცავთ გიორგობას. ხო, კარგად ხართ ყველანი. დღეს ალბათ მექნება ჩართვა საკვირველების ჩართვა. დღეს ვიყავით წმინდა გიორგის ეკლესიაზე, იყო უამრავი ხალხი, მაგრამ არა ჩემი სიდონის წევრები. და ახლა მე ჩემს სიდონის წევრებს მინდა განუცხადო, რომ ნუ გეწყინებათ მეგობრებო, რომ სიდონის ჯგუფს დატოვებთ. ის ადამიანები, რომლებიც გამომეხმაურნენ, რომ ავადმყოფობის გამო ვერ მოდიან, ისინი დარჩებიან სიდონში, დანარჩენი სიდონის წევრები ძალიან გაიცხრილებენ. როგორც დაემატეთ 124 კაცი, ისე გაიცხრილებით. ბოდიშით, მაგრამ სიდონის ჯგუფი არ იმსახურებს იმას, როდესაც გაცხადება კეთდება, რომ გიორგობას შევხვდეთ ერთმანეთს და აქ კონტაქტი არ არსებობს, მაშინ არსებობს რეაქცია. თუ თქვენი ქმედება ურეაქციოდ დარჩა, მე ვფიქრობ, რომ განსხვავება არ არის, გინდ ყოფილხარ და გინდ არა ჯგუფში. ამიტომ ჯობია არ იყო, ვიდრე იყო. ეხლა რაც შეეხება დღევანდელი გიორგის დღეს, წმინდა გიორგის დღეს, ესეთი განცხადება გამიკეთეს, რომ თუ წამიხდა აზროვნებაო მაგ ადგილზეო, თქვენო საპატრიარქოს ეომებითო და მაგ ხალხს ვერაფერს ვერ ეუბნებითო, რომ იქ მამალი და ის არ დაკლანო, რა ქვია, ცხვარიო? ბიჭო, მე არც ამ ქვეყნის დარაჯი ვარ, არც რენჯერი ვარ, არც მეფე ვარ, არც დედოფალი ვარ და არც პრეზიდენტი ვარ, რომ დავდგე იქ და ყველას ვეჩხუბო, რომ თქვენ აქ რატო კლავთ ან მამალს, ან ხბოს, ან რა ვიცი რას, ცხვარს, ხო? ეხლა გეტყვით ერთ რამეს, რა, ვისაც ეგ ამბიცია გაგაჩნიათ, რომ თქვენ ხალხს ელაპარაკოთ იმის შესახებ და დარაჯად დაუდგეთ იქ რომელ საათზე და რომელ წუთზე იქ ვინმე რამეს დაკლავს და უთხრათ, რომ აქ ეს არ არის კარგი, დადეკით და გააკეთეთ, მე რატომ გთხოვთ ამას? ფეხი არ გაქვთ, ხელი არ გაქვთ, მანქანა არ გყავთ, თუ რა ვიცი, უნარო ხართ, რომ თქვენ თვითონ თავად დადგეთ იმ ადგილზე და ყველას დაუშალოთ, აქ არ შეიძლება დაკლა. მე უნდა ვიდგე იქ და მე უნდა ვეუბნებოდე და ვეჩხუბებოდე ხალხს, აქ არ დაკლათ? მე რა შუაში ვარ, ბიჭო, ვისაც ეკუთვნის ამ სახელმწიფოს მამათ მთავრობა, ეს არის ილია მეორე, დადგეს ილია მეორე და ისე ჩხუბოს იქ ხალხს. მე მოვკითხავ ილია მეორეს და ილია მეორემ ხალხს მოკითხოს. რებს ბლატაობთ აქ რა ეს ხალხი, ვერ გავიგე. თქვენ ალაოთ ხო არ გჭირთ საერთოდ თავში რამე. აი ახლა თეთრი წმინდა გიორგის დღეობა, თუ წმინდა გიორგის დღეობაზე პირდაპირ გეუბნებით რა. ვინც მე რამეს მთხოვთ, დადექით და თქვენ გააკეთეთ, ბიჭო, ვინ რა, მე ის ვალდებული კი არა ვარ ამ დედამიწაზე რო ვარსებობ და აქ ეგ მადლობელიც არ ახართ, აქ ინფორმაციებს რო გაწოდით და თქვენ კიდე იმას მთხოვთ, რომ იქ რატო არ ვეჩხუბები ხალხს? ჩააფურთხეთ აქ. ვერ ახართ თქვენ მატორზე, ხო? მეორე ის, დამიდგნენ იქ ის ადამიანები და აქეთ თუ იქით რაღაცებს მოითხოვენ, ესე არ ვილაპარაკო, ესე არ ჩავიცვა, ესე გამოვიდე, ისე. ბიჭო, სასწავლებელი ჭყუის, ჩემს გარდა ვერავინ ვერ ნახეთ? დადექით და თქვენ შვილებს, ძმებს, დებს, მამებს და ბაბუებს ასწავლეთ. მე უკვე საკმარისად ნასწავლი მაქვს და აღარ მჭირდება შენი აქ თითის დაქნება და ის ჩამონათვალი, რომ რა გავაკეთო და რა არ გავაკეთო რა. ვის ვეჩხუბო და ვის არ ვეჩხუბო, ვის როგორ ვეჩხუბო და ვის რანაირი სიტყვებით ვეჩხუბო. თქვენი გადასაწყვეტი აქ ჩემთან არაფერი არ არის, რო იცოდეთ რა. თქვენ თავებს გადაუწყვიტეთ ყველაფერი, თქვენ თავებს ეჩხუბეთ და თქვენ თავებს მოჰკითხეთ იქ რატო კლავენ საკლავს. საღამოში და ვისა ყველას. ეხლა მეორე საკითხი მინდა გითხრათ რა.
დღეს მაგარი დაღლილი ვარ, იმიტომ რომ უამრავ ადამიანს გავუმასპინძლდი და ღამის 11 საათამდე სტუმრები მყავდა სახლში. ის ხალხი, ვინც დაინტერესებულია ამა თუ იმ სალოცავით, თამარის აკლდამით თუ სხვადასხვა რაღაცეებით რა და ამდენ ადამიანს ელაპარაკეთ და დღეს მთელი დღე ესე იგი მოყოლებული პირველი საათიდან ვლაპარაკობ და გავცემ ენერგიას. ამიტომ საბოლოო ჯამში თქვენ შემოგიერთდით. ცოტა მოგვიანებით 12 საათი იყო, როცა შემოგიერთდით, მაგრამ მაინც შემოგიერთდით, იმიტომ რომ საჭიროა ამის თქმა. გესმით? პირველ რიგში მადლობა მინდა გადავხადო იმ ადამიანებს, ვინც მოწიწებით მიუდგა ამ საკითხს და ნახა იქ ადგილი და მოიწონა, მადლობა გადაგვიხადა, შეწირულობად შემოწირა და ასე შემდეგ. და მეორე რიგში მინდა იმ ადამიანებს, ვინც თითი დამიქნიეს, რომ გოგო შენ მანდ რას აკეთებ, მაგ ეკლესიის აღდგენას რა აზრი აქვს, თუ კი იქ ხალხი იმას კლავს. ბიჭო, ამას საკლავს ეს ხალხი 5000 წლის წინ რო გადავითვალოთ, იქიდან მოყოლებული კლავს და ეხლა შენ გინდა რომ მე ამ ხალხს აღუდგე წინ და უცბად მოვაგვარო ეს საქმეები, მარტო მე და შენ სახში იჯდე და იქიდან მეუბნებოდე რა გავაკეთო მე და რა არა. ცოტა დაუფიქრდი რა, რას ლაპარაკობ რა. კარგი? ეხლა მეორე საკითხსაც მინდა შევეხო რა. მეორე საკითხი არის ის, მეგობრებო, თამარ მეფის აკლდამასთან დაკავშირებით. ნახე, საინტერესო საუბარი მქონდა დღეს ისეთ ადამიანთან, რომელმაც თქვა, რომ აი მე მაჩვენე შენი ვიდეო და იქ რეინკარნაციაზე საუბრობ და ეგრევე გავათიშინე მე ამ ადამიანს ეს ვიდეო, რომ კარგი რა, ეგ სისულელეებს ნუ მასმენილებ. მეორე მხრივ ეს ადამიანი მოვიდა ჩემთან გამიცნო და თქვა, იცი რა, მე რო შენ არ გამეცანი, იმ ვიდეოს ცხოვრებაში არ შევხედავდი. ესეთი რაღაცები, მეგობრებო, მე საერთოდ არ მაინტერესებს, თქვენ რა აზრი გაგიჩნდებათ და რა არა. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით. მე ვსაუბრობ იმას, რასაც უნდა ვსაუბრობ და ვასრულებ ჩემს დაკუთვნილ მისიას. მე რასაც ვისაუბრებ, როგორც ვისაუბრებ და რანაირადაც გადავწყვეტ, რომ ვისაუბრო, ეს სხვისი გადასაწყვეტი, დასაწერი და ამ სცენარის შესადგენელი არავინ არ არის. ამ სცენარს ადგენს მხოლოდ სულიწმინდა, მეუბნება ქრისტე, შენი გული რასაც გეუბნება ის გააკეთე, მე ჩავდივარ ჩემს გულში და გიცხადებთ იმას, რაც საჭიროა. მაგალითად, ასეთი ერთ-ერთი ბოლოს გაცხადებული ინფორმაცია, რომელიც იყო ბომბი, რომელიც გავარდა მთელი ბომბი, სასწაულებრივი ბომბი, რომელიც ესეთი ბომბი არავის არ მოუგონია ცხოვრებაში თუ არა სულიწმინდას, ეს იყო თამარ მეფის აკლდამის შესახებ. როცა გითხარით, რომ მე მომივიდა წერილი, საიდან მომივიდა წერილი, ციფრული ჩვეულებრივი Facebook Messenger-ში მომივიდა წერილი, სადაც არის აღწერილი თამარ მეფის აკლდამის შესახებ. და მეუბნება ადამიანი ეს წერილი არავის არ აჩვენო. ჯერ პირველ რიგში მინდა გითხრათ, ადამიანი რომელიც მიგზავნის, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მიგზავნის საიდუმლო ინფორმაციას ჩემს ვიდეოზე, ჩემს მობილურში. ყველა ჩემი SMS-ი, ყველა ჩემი ნასაუბრი, ყველა ჩემი მესენჯერი, ყველა ჩემი WhatsApp ნახე, ყველაფერი იკითხება და ბიჭო, შენ რომ მიგზავნი მე წერილს, ხო? და მეუბნები არავის არ აჩვენო. როგორ არ ვაჩვენო, ბიჭო, პირდაპირ უშიშროებას ჩაუგდე ხახაში ეს წერილი. შენ რომ მე მიგზავნი საიდუმლო წერილს აი აქ Facebook-ზე. როგორ არ ვაჩვენო მე, შენ უკვე ყველას ჩაუგდე წერილი ხელში. დაწყებული ყველაზე საშიში ადამიანებიდან დამთავრებული უშიშროებამდე. და მე არ ვაჩვენო? ერთადერთი მე რაც შემიძლია ეს ვითარება გადავარჩინო, ხმამაღლა გავაცხადო ამ წერილის შესახებ, რომ ეს უშიშროება და საშიში ხალხი იქ არ მივიდეს და არ გაძარცვოს თამარ მეფის აკლდამა. და მე ეს ადამიანი, ხო? ეჭობი რო გაუჩნდება ჩემზე, რომ მე ეს ადამიანი არ გავაცხადე, ანის თქვენი, აი ეგ ყველაზე საშინელი სიბნელეა რა, რო იცოდეთ.
ნებისმიერი ადამიანი, ვინც მიგზავნის საიდუმლო ინფორმაციას. არ არსებობს საიდუმლო ინფორმაცია გაგზავნილი ციფრული აპარატში. ყველა ჩვენი მიმოწერა, საუბარი იწერება, ისმინება და კონტროლდება. ხალხო, არ იცით ეგ მაგდენი? საერთოდ არ მაინტერესებს მსხვერპლშეწირვა ძველი წესით არის თუ ახალი წესით. აქ სხვა ომები მიმდინარეობს რა და მომისმინეთ ძალიან გთხოვთ. მადლობა ია შავაშვილო, რომ ამაზე წერ, მაგრამ ეხლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ სულ სხვა შეწირვებზე გვაქვს საკითხი რა. აქ ეწირებიან ადამიანები და საერთოდ თხა ძროხა და ის მამალი მე სულ არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს ადამიანებს ვის წირავენ. ვინ ადამიანებს წირავენ? და რისი მსხვერპლი ხდებიან ეს ადამიანები რა. საქართველოს მოსახლეობა, ბიჭო. მადლიერი არ არსებობს, არ მინახავს მადლიერი ადამიანი, რომელიც ამხელა ინფორმაციებს იღებდეს, მადლიერი რო იყოს ადამიანი. აი იქ მაღლა წმინდა გიორგის ეკლესიაზე 10 კაცი არ იდგებოდა რა დღეს, იდგებოდა სულ ცოტა 50 კაცი. მადლიერი, კარგი რა, მართლა ხუმრობად არ გვეყო და რამდენმა მომწერა პირეთში, რომ ავად ვარ ვერ მოვალ, ცუდად ვარ და იმის გამო ვერ. რა ვქნათ საავადმყოფო ხო არ გავხსნათ ჯობია, ვიდრე ეკლესია აღვადგინოთ. მე მგონი საავადმყოფოს გახსნა უფრო ეფექტური იქნება საქართველოს კაცობრიობისთვის, ვიდრე ეკლესიის მშენებლობა ამ შემთხვევაში. ადამიანი რომ წმინდა გიორგის სალოცავზე ვერ ამოვა, იმიტომ რომ ხან ფეხით ყივა, ხან თავით ყივა, ხან ხელით ყივა, ხან ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს. ბიჭო, შენ ჯანმრთელობას თუ შენ არ უთხარი, კარგად ხარ? მაშინ შენ წმენაც დაკარგული ხარ და გაგვდა ჩემი საუბარი აბსოლუტურად ფუჭია და აბსოლუტურად ზედმეტია რა. შენ ადამიანი რომ ვერ მოახერხებ იმას, რომ წმინდა გიორგის ეკლესიაზე სალოცავზე წმინდა გიორგის დღეობის დღეს ახვალ, იქ არის წასულია შენი საქმე რა. არ გაქვს ესე იგი უნარი, არ გაქვს სურვილი გაქვს დაკარგული, ვერავინ ვერ გაგიღვიძებს სურვილს, შენ თუ არ გამოიმუშავე იმის სურვილი, რომ შენი თავი გამოაჯანმრთელო. გისმის? შენ მეუბნები, რომ მე სათრევი ვარ და იცი რა, მე მათრიე. კარგი, მე შენ გათრევ, მაგრამ შენ რომ სურვილი არ გაქვს იმის, რომ ფეხის გადადგმა რო შეგიძლია ერთი ფეხი მაინც გადადგა და სუნთლიანად მე მეყრდნობი, მე რანაირად გათრიო ბოლომდე მეც ჩემი სასიცოცხლო ენერგია მაქვს, ხომ? დარწმუნებული იყავით იმაში, მეგობრებო რა. შეიძლება თქვენ ვერ მიხვდეთ და შეიძლება ვერც ვერავინ ვერ მიხვდეს, მაგრამ ვინც მისახვედრია ის მიხვდება. როდესაც მე თქვენ გაგიცხადეთ თამარ მეფის აკლდამის შესახებ, სრულიად სვანეთს ვეუბნები ეხლა რა. სვანეთის წარმომადგენლობას. მე რომ თქვენთვის ეს არ გამეცხადებინა, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ძალიან ცუდი რაღაცები მოხდებოდა. და არც ერთი სვანი დღემდე მადლიერი არ დამრჩენია იმაში, რომ ის საკითხი, რომელიც ერთ-ერთმა გააფუჭა, მე გამოვუკეთე რა. არ გეგონოთ, რომ მე რომ ხმამაღლა გავაცხადე თამარ მეფის აკლდამის შესახებ, ეს ჩემი ხუშტურია. თუ თქვენ არ გესმით და დარწმუნებული ვარ, რომ უამრავ სვანს ესმის, მაგრამ იმას ვისაც არ ესმის, მე რა გავაკეთე, აქედან გეუბნებით რა. კიდევ გიმეორებთ, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ უამრავმა სვანმა გაიგო მე რა გავაკეთე და ძალიან მადლიერიც არის ჩემი. მაგრამ არც ერთს არ ვთქვას ხმამაღლა. არც მოვითხოვ ხმამაღლა ვინმე მოვიდეს ჩემთან და მადლობელი ვარ თამარო მითხრას რა. ის საკითხი, რაც ერთმა ადამიანმა შეცდომით დაუშვა და რატომღაც სულიწმინდის დაშვებით, ესე ვთქვათ, ისიც სოციალურ სფეროში მე გამომიგზავნა საიდუმლო წერილი, ხო?
და რომ ამით მთელს უშიშროებას გააგებინა თუ სად არის თამარ მეფის აკლდამა და არც საიდუმლოა უკვე და აღარც დასაფარი არაფერი, თამარ ინასარიძემ სრულიად საქართველოს გააგებინა სად არის თამარ მეფის აკლდამა. რა გამოდის? გამოდის რა? ძალა ძალის წინააღმდეგ, ხო? თუ შენ ჩაუგდე ხელში ისეთ ძალებს, რომლებიც არ არიან სანდო, წერილი, რომელიც არ უნდა ჩაეგდოთ მის ხელში, მე გაგიცხადე და სრულიად საქართველოს გავუცხადე, რომ თამარ მეფის აკლდამა ხალხო აქ არის და ფრთხილად იყავით, არ გაგიქურდონ. და რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, აი ხელებს ავწევ რა. ყველა სრულიად სვანეთის წინაშე გეუბნებით რა. მადლობელი იქნებით ჩემი, რომ ეს გავაცხადე და ზოგი გვიან გაიგებს, ზოგი ადრე გაიგებს. ყველამ მარტო დამტოვა. ყველამ თავისავიდან დაიწყო ჩემი დაკვირვება, ვინ ვარ მე, რა ძალა ვარ და ბიჭო, მე გეტყვი ერთ რამეს რა. კარგად დამაკვირდი, კარგად შემისწავლე და კარგად გამოიძიე ჩემი საქმეები. და მერე გველურად ჩემს გარეშე კი არ დაიწყო იქ უკან სხვადასხვა ადამიანებთან შეხვედრები და ლაპარაკები. ჩემთან მოდი, როგორც მე მოვედი შენთან და ისე ისაუბრე რა, პირისპირ. სხვისი გაფუჭებული საქმე გამოგისწორეთ რა. სხვისი გაფუჭებული საქმე გამოგისწორეთ, მეთქი კიდე გეუბნებით რა. საკითხი, რომელიც გაფუჭდა, ჩემი თავი რისკზე დავდე და გითხარით ხმამაღლა სრულიად 70,000 კაცს საქართველოს. კიდე მე ვინმე რამეს მომთხოვს? მე ვინმე რამეს მომთხოვს? კიდევ ერთხელ გეუბნები რა, ღმერთმა ინება და ეს წერილი ჩემთან მოვიდა რა. იმიტომ რომ არაფრის არ მეშინია და პირდაპირ ხმამაღლა გავაცხადე. მისული იყო ეს წერილი სხვასთან, ვერავინ ვერ გაიგებდა საერთოდ როგორ გაქურდეს თამარ მეფის აკლდამა. ერთი ეს წერილი სხვასთან მისული იყო რა. ეგრევე და გაძარცული იყო სვანეთის, გაძარცული ნებით კი არა ძალით. მეორე კიდე ის გამოიძიეთ კარგად, როგორ და რანაირად მოხდა რა. ჩემს გარეშე ოღონდ ძალიან გთხოვთ რა. აქ რომ დადექით ვიღაცა ძალები და გგონიათ რომ მე გავაცხადე ეს რომ იმიტომ რომ პოპულარობა მინდა, კარგად დაფიქრდით რა გავაკეთე რა. კარგად და 100 ჯერ გაზომეთ და 100 ჯერ გაიაზრეთ რა გავაკეთე. გესმით? და ვიღაცებს თუ ერთმანეთთან დაკავშირება გინდათ, ჩემს გარეშე გააკეთეთ ყველამ რა. ყველამ ჩემს გარეშე. ერთმანეთს იცნობთ, სვანები ხართ, ყველანი ერთმანეთის ნათესავები ხართ და ბიթե შენ გააკეთეთ ერთმანეთში ყველაფერი. მე რატო გამრიეთ საერთოდ ამ საქმეში? ხო? რაღაცის დაშვებით გამრიეთ, ხო? და ხო და ის გამოიძიეთ, რის დაშვებით მოხდა ის, რომ მეც გავრეულიყავი ამ საქმეში, გესმით? მე არც ერთ სვანს ეხლა საქმეს არ ვურჩევ. მე ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას. ჩემს პოზიციას ვაფიქსირებ ხმამაღლა, ისევე როგორც დავაფიქსირე ის პოზიცია, რაც ჩემთან მოვიდა. და არავის არ ვებლატავები აქედან, რო იცოდეთ რა. ისევ და ისევ ჩემი თავის დაცვა მე თვითონ ჩემი სიტყვით მიწევს. და იმ ხელა ძალების წინაშე რომ თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამ ხელა ძალების წინაშე. და ვიღაცა მოდის კიდე აქ ტუტუცი ადამიანი და მეუბნება რომ იქ თურმე ეკლესიაზე ხალხს საქმეს რატო არ ურჩევ, ძროხას თავი არ მოაჭრას და ქათამს თავი არ მოაჭრას. თქვენ ღმერთოს შენ გაანათლე ეს ხალხი, რაღა უნდა დავლოცო ესეთი არა ეს ხალხი. ღმერთოს შენ გაანათლე ეს ხალხი რა.
ამ ხელა საქმეებს, ამ ხელა ინფორმაციებს გიმხელთ, ხო და კიდე იმას მავალებთ, რომ მე წავიდე იქ და ყარაულად დავდგე ეკლესიაზე, ქათამს თავი არ მოაჭრენ და სხვა არს. თავებს თქვენ რო არ გაჭრიან და ამ ხელას უყვივი ვარ და ამ ხელა ბიჭო, ჩემ ღვაწლს თქვენ როდის გაიგებთ ჯერ? როდის გაიგებთ თქვენ? მე გიხსნათ, მე რას ვაკეთებ? ჩემზე სხვებმა ილაპარაკონ რა აწირა? თქვენ თუ ის ვერ დაინახეთ, მე რა საქმეებს ვაკეთებ, მე რა უნდა გაგიხსნათ კიდე ბიჭო? სრულიად საქართველოს მოსახლეობას გეუბნებით, მე კიდე რამე უნდა აგიხსნათ, თქვენ თუ ის ვერ დაინახეთ, მე რა ღვაწლში ვარ ბიჭო? ამ ხელა ღვაწლში ვარ? და თავში ვარ, მაგ ავარ, აბა კარგად გამოიძიეთ ჩემი საქმეები და თავში ვის აქ ავარდნილი. მერე ის გამოიძიეთ და ის გაარკვიეთ. და დარწმუნებული ვარ, ესეთი დებილები არ გაგაჩინათ ღმერთმა ამ ქვეყანაზე, რომ ეგ ვერ გაიგოთ, ჩემ საქმეებს თუ გამოიძიებთ, ეგ ვერ გაიგოთ, რამ ხელა ღვაწლში ვარ რა. თუ მაგას ვერ გაიგებთ, ღმერთო, ჯვარცმა კი არა, მადლობას გეტყვით, თუ ჯვარზე გამაკრავენ ალბათ. თუ მაგასაც ვერ გაიგებთ, აქედან წამიყვანე სასწრაფოდ რა. რატომ ნერვიულობ დედოფალო? იმიტომ ნერვიულობ ჩემო კარგო, ილია, რომ როდესაც შენ მეუბნები ისეთ რამეს, რომ მანდ მოსვლაზე რომ გავიფიქრებ გული მაიკიდან მივარდებაო და იმას რო ვერ ერევი და რო ვერ ამოდიხარ, ესეთი შენნაირი იცი რამდენია ამ დედამიწაზე? თავის გულს რო ვერ ერევა? აი ეს მანერვიულებს მე. გესმის? ეს მანერვიულებს. ადამიანები აფუჭებენ საქმეს. მე ვაკეთებ ამ საქმეს და კიდე აქეთ მეჩხუბებიან და აქეთ მაგინებენ. დედას ფიცა ვარ რა. ასურეთში გინდა წყალზე მევჩხუბობდი, რატო არ არის თქო და აქეთ ასურეთლება მემაგინეს, რასო შენ უნდა ყვიროდეო. ეკლესიის აშენება გინდა 3 წელი ველოდი ადამიანებს როდის გააკეთებდნენ რომ გამაჩერეს და კიდე აქეთ მეჩხუბეს რას აკეთებ ამდენი ხანიო. 3 წელი სულს კბილებით ვიჭერდი მეთქი რას აკეთებენ, რატო არ აკეთებენ, ხო ვიწყებდი ამ საქმეს და ხო მინდოდა გაკეთება. საქართველოს საკითხებია და სრულიად საქართველოს მასშტაბით თამარ მეფის აკლდამის გაძარცვა გადავარჩინე ბიჭო და კიდე მე დამიწყეს ჩხუბი, მაგან როგორ გააცხადა თამარ მეფის აკლდამაო, ვიღაცეებმა რა აღარ ვეხსენებ ხო გვარს. და ვიღაცა მოვა და მეტყვის, რომ ის არის მხსნელიო? წადით ბიჭო რა, იხსენით ეს საქართველო, ოღონდაც თქვენ იხსენით და აგერ დავჯდები მე და დაგელოდებით რა. ოღონდაც იხსენით, მოძებნეთ მხსნელები და მოძებნეთ ისენი, რა ქვია, ღმერთები და გადაარჩინეთ ოღონდაც. აგერ ვიჯდები მე და დაგელოდებით, გადავიდებ ფეხი-ფეხზე და არც იმას ვეჩხუბები, რომ ესე რატო არ აკეთებ და არც იმას ძალამადგია თუ რა ხდება, ვერ გავიგე. ამიტომ მეგობრებო, კარგად გამოიჯეთ ის საკითხები, რას ვაკეთებ რა. სვანებო, თქვენ გესაუბრებით ახლა რა. დადექით და მე ვიცი რომ ისედაც იძიებთ და ყველაზე სამართლიანად რომ შეგიძლიათ გადაწყვეტა, ეგეც ძალიან კარგად ვიცი რა და ამიტომ ეჭვი არ მეპარება იმაში რომ ნათელი გონების ადამიანები ჯერ კიდევ დარჩენილან ამ დედამიწაზე და რომ კიდე შეიძლება ეს იხილოს ადამიანმა სვანეთში. და თუ ვერა, ხო? აი, მართალი გითხრათ რა. რაღა ქრისტემ რო პროვოცირება მოახდინა იმ ხალხზე და ჯვარზეაც მევინა თავი და რაღა მე ვიქნები მერე ეგეთი რა. გეუბნებით რა, საერთოდ თუ ამ დედამიწაზე სამართლიანობა ვეღარ დაინახა კაცმა, მე ამ დედამიწაზე არაფერი აღარ დამრჩენია რა. და კარგად იყოს ეს დედამიწა თავისი მატერიით.
ილიამ წერს, თამარი ზოგისთვის გიორგობა დღეს იყო ჩემთვის ყოველ დღე, გიორგობა როცა მე მომიდება, მაშინ მოვალ გნახავ. ილიამ, ვიცი რომ ჩემთვისაც ყოველ დღე არის სასწაულებრივი დღე. ყოველი დღე რო თენდება, რაში მჭირდება მე იქ გიორგობის დღე და იქ იმის დღე და იქ ყოველი დღე არის სასწაულებრივი. თითოეული დღე რო თენდება, უკვე ზეიმია. და ეს რიტუალები კიდე, ხო? აღარ არის მაგის დრო რა. დამთავრდა ეგ დრო, წავიდა ეგ დრო და მოდის ახალი დრო. თუ ახალ დროში იჭედები, მაშინ ვეღარ გადადიხარ. ვერა. გესმით? და ვინც ახალ დროში გადავა, მას ყველას ექნება სულიწმინდასთან წვდომა. ვისაც სულიწმინდასთან წვდომა არ აქვს, მას ყველას გაიყვანენ ამ მატერიიდან. ან პირიქით, გავლენ მართალი სულები და დარჩებიან მხოლოდ ბლუები და ტლუები და სიბნელე ამ დედამიწაზე და ორივე მხრივ სიკვდილია. მაგრამ დარჩებიან ნათელი სულები და დამარცხდება სიბნელე, გაიყვანენ ბნელებს, მაშინ დედამიწაზე მკვიდრდება და იწყება ახალი სიცოცხლე, რაც წინასწარმეტყველებაში არის, რომ ბოლო ჟამს მართლები დაიწყებენ, ბოლო ჟამი არის სიბნელის და დასაწყისი არის სინათლის. ბოლო ჟამი არ არის ნათელის დასასრული, ბოლო ჟამი არის ბნელის დასასრული და ახალი ჟამი არის ახლების სინათლის. ეხლა მე დაგემშვიდობებით და კარგად იყავით რა, კარგად იყავით და ძალიან გთხოვთ მოერიდეთ ჩემთან საიდუმლო წერილების გამოგზავნას, რასაც მიგზავნით, იცოდეთ ყველაფერს, გინდა წაშალო და გინდა არ წაშალო, უშიშროებას ყველაფერი აქვს. იცოდეთ, ნებისმიერი წერილი, რომელიც აქამდე გამოგიგზავნიათ ჩემთვის, წაშლილია, არ არის წაშლილი, მაგათვის წაშლა არ არსებობს, ყველაფერი აღდგენადია. ამიტომ იცოდეთ, წერილები, რომელიც მე გამომიგზავნეთ საიდუმლოდ და არავის არაჩვენო, უკვე იცის უშიშროებამ. და არა იმიტომ, რომ მე ვაჩვენი, არამედ იმიტომ, რომ უკვე ნახა შე რომ გამომიგზავნე მაშინ. ასე რომ, დაფიქრდით, რას აკეთებთ რა? კარგად დაფიქრდით. თუ ვინმეს რამე საიდუმლო წერილის მოცემა გინდათ ჩემთვის, პირადში ვნახეთ და გადმომეცით ხელზე. და მერე მითხარით არავის არაჩვენოა. იმიტომ, რომ როცა მიგზავნი აქ, მე არაფერი აღარ შემიძლია უკვე, ნანახია ყველასთვის ეს წერილი. ისეთი ორგანიზაციებისგან, როგორიც არის უშიშროება. და უშიშროება ვინზის, ეგ კიდე წადით და თქვენ არ კვიეთ ეხლა და მე თავი გამანებეთ ყველამ რა. დაგემშვიდობებით ეხლა. ბედნიერ დღეს გისურვებთ საღამოს, ბედნიერ ძილს და გაგოცით. კითხვები ხომ არ გაქვთ? კარგი, არ გაქვთ, კარგად იყავით, გაგოცით.